ჩვენ გვაქვს ტრაგიკომიკული ვითარება. აი კოლეგამ აღნიშნა, რომ დღეს კითხვები ჩაიწერა მინისტრის მოადგილემ და დაპირდა, რომ პასუხს გასცემს და არგუმენტებს მიაწვდის. 9 თვე მუშაობდით კონცეფციის შემუშავებაზეო, პრემიერი ამბობდა. კონცეფცია წარადგინეს ოქტომბერში. მას მერე კიდევ რამდენი თვე გავიდა. არგუმენტები მათ უნდა გქონდეთ უკვე. რას ქვია, უნივერსიტეტის აფეთქების შემდეგ იწყებენ არგუმენტაციაზე ფიქრს? ამ გადაწყვეტილებას რო იღებენ, არგუმენტები არ უნდა ქონოდათ? ბევრი რამ გავიდა მარტივად ამ ქვეყანაში და რაღაცა მიეყოლებინათ ეს. მაგაშია საქმე, ეს პროცესი არ უნდა წარმოვიდგინოთ იზოლირებულად. მე მესმის, რომ თსეუს და ტექნიკურის გაერთიანება შოკის მონგრელი ამბავი იყო და ამან გადაფარა და მათ შორის გადაფარა თვითონ ამ განათლების რეფორმის სხვა ასპექტებიც იმდენად დიდი ამბავი მოხდა, ორი ძირძველი და ძალიან დიდი წამყვანი უნივერსიტეტის პრაქტიკულად გაუქმებას, იმიტომ რომ რაღაცა ახალი დაწესებულება უნდა შეიქმნას, ხო? აქ ლაპარაკია რომ რაღაცა ახალი უნდა გამოვიდეს. მე რა სახელს ინარჩუნებს ასე ვთქვათ, ჯავახიშვილისას, ხო? ხო, ეგ მაგას ნიშნავს, მაგრამ ეს ლაპარაკი, მე მინდა რომ აქცენტი, ცოტა ხანი ფოკუსი გავასწოროთ და აი ტექნიკურის ტრაგიკულმა გაუგებრობამ არ გადაგვიპაროს ფელი უფრო დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად მოუფიქრებელი, აბსოლუტურად გაუაზრებელი რეფორმა, რომელსაც რატომღაც ძალიან ჩქარ-ჩქარ ახორციელებენ, საშინელ საიტნოტში არიან ფაქტია. თქვენ როგორ ახსენით რა არის? ეს არის პოლიტიკური ახირება. არა, მე მგონია რომ აქ ჩვენ რაღაცა ბევრად ნებისმიერ ახირებას უდევს რაღაც საფუძვლად. ეს არის კონტროლის თემა, ეს არის უმაღლესი განათლების გაკონტროლება. ორი მსხვილი უნივერსიტეტის გაერთიანება უფრო რთული საკონტროლებელი არის. ეს რეფორმა, რუსეთში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმას, ძალიან ბევრ ასპექტში ეხმიანება მას. ეს არის ქვეყნის აკადემიური საზოგადოების იზოლაციის თემა. ამას ეხმიანება გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც, იმიტომ რომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოოპერაცია დგება ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ახალი კანონი. ანუ ეს არის კომპლექსური საგანი. კონტროლი რა ნაწილში უჭირდათ? აი, რატომ მინდა ამაზე კითხოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რომ პოლიტიკური კონტროლის თემა, მაგრამ ნახეთ გაბატონო ლიკა, ვთქვათ, ერთი რექტორი, ერთი უნივერსიტეტი, მეორე რექტორი, მეორე უნივერსიტეტი, ის კონკრეტული რექტორები იქ პროფესორ მასწავლებლებს თავისას უფრო კარგად იცნობდა. ეს არის ძალიან მარტივად. იერარქიას შეიძლება უფრო კარგად გააკონტროლო ორი ცალ-ცალკე, უილი, რომელსაც გვეუბნებიან, რომ არაფერი არ შეიცვლება. ეხლა თუ არ შენობა შეიცვალა და აგერ ნახეთ ეს ინტერვიუ, ხო? ჯერ რატო დაგვავიწყდა ჩვენ რუსთავის გზატკეცილზე ახალი კამპუსის აშენების საკითხი, რომელსაც გვეუბნებდნენ. შენობები ყველა შემთხვევაში უნდა გაყიდულიყო, იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში შემოდგომაზე შაშან გვეუბნებოდნენ, რომ თბილისს უნდა განიტვირთოს თურმე სტუდენტები აწუხებენ თბილისს და უნდა გავიდეს ეს ყველაფერი რუსთავის გზატკეცილზე. ეხლა ეს დაიკარგა ეს თემა და გვეუბნებიან, რომ არც ერთ შენობას ხელს არ ვახლებთო, თუ არც ერთ შენობას ხელს არ ახლებ, თუ არც ერთ პროფესორს ხელს არ ახლებ, ადმინისტრაციას მაშინ რასი გიჟი არის ეს ყველაფერი, ხო? გამორიცხულია არ მოხდეს პერსონალის შემცირება და გადარჩევის კრიტერიუმი იქნება სწორედაც რომ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით და არა კომპეტენციის მიხედვით და სისტემის კონტროლი ასე გამარტივდება ზუსტადაც რომ შემოდის, მე ხა დღეს იყო სწორედ კანონის პროექტი ვნახე, რომელსაც ვერ მოვასწარე დადარება ძველთან, აი ეს წამყვანი პროფესორის თემა შემოდის, ეს ახალი თანამდებობა იქნება, რომელსაც აკიდებენ არა მარტო აკადემიურ, არამედ პოლიტიკური კონტროლის ფუნქციასაც უნივერსიტეტებში. ვიღაცა უკვე შაყირობდა დღეს სოციალურ მედიაში, რომ მაყურებელი პროფესორის თანამდებობა შემოდის და თითოეულმა ცეთმა პროფესორმა შესაბამისი მიმართულება უნდა გააკონტროლოს. ჩვენ გვინახავს ეს სიტუაცია, გვახსოვს საბჭოთა კავშირში როგორ ხდებოდა, იგივე პრინციპი იქნება პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით. ამას განათლების ხარისხთან არ აქვს არაფერი საერთო. განათლების ხარისხის გაუმჯობესება თუ უნდათ, კეთილი ინებონ და დაფინანსება გაზარდონ. დამცინავი ტონით რო გველაპარაკება პრემიერი და აც კემბრიჯი ხარ და აც ჰარვარდიო. ერთი არც თვითონ არ არის ჩერჩილი და მეორეც ერთი, რატომ არა ვართ კემბრიჯი და ჰარვარდი? გაიზარდა მათი მმართველობის 13 წლის განმავლობაში განათლების დაფინანსება, ან მეცნიერების დაფინანსება, უბრალოდ რომ ვიცოდეთ, 0.1%-ია მთლიანი შიდა პროდუქტის მეცნიერების დაფინანსება. რა ჰარვარდის პრეტენზია შეიძლება გქონდეს? 0.23%-ია მშპ-ის დაფინანსება უმაღლესი განათლებისა. რაზე ვლაპარაკობთ? ამ პირობებში, რომ ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, საერთაშორისო პროგრამები რო გვაქვს და საერთაშორისო პუბლიკაციებს რო ვაკეთებთ, მადლობა უნდა გითხრათ. ანუ ერთია რას აკეთებენ, მეორე ამას როგორ აკეთებენ. გარდა იმისა, რომ საიტნოტში სისულელეზე ამატებენ და ძალიან ბევრ პრობლემას აყვავებენ თვითონ, ხდება აკადემიური პერსონალის დამცირების ფონზე ეს ყველაფერი, დაგვრცინიან თან.